მეგობრებო, ეს არის ძალიან მაგარი ნაპოვნი. ეს არის წითელი ვერხვის ძირა. და იურ. ეს არის შავი ვერხვის ძირა. ეს არის ლეცინუმ დურიუსკულუმი, რომელიც ძალიან გემრიელი სოკუ არის. ეხლა მოუძებნი ცოტა კარგად რო ჩანდეს, აი ნახეთ, ფეხზე ლურჯდება. ფეხზე ცოტა სილურჯი აქვს. და ეს არის ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი. ეს ღრუბლოვანი მასა აქვს, ღია ფერის, ფერს არ იცვლის. ესეც თუ დააკვირდებით, ეხლა ნახეთ, ცოტა ჩავამუქებ და გამოჩნდება. ოდნავ მოცისფრო შეფერილობა აქვს ფეხის ძირში, ეს მისი ამოსაცნობი ნიშანი არის. ეხლა ვართ რაღაც ბუჩქნარში. და გაჩვენებთ ეხლა აი აქ პატარებიც არის, იზრდება. ეხლა ცოტა წინ გავალ. საინტერესო რაღაცეები არის. აი აქვე ჩავიჭყიდოთ და ამას შეხედეთ, მეგობრებო, რა ლამაზია. ეს არის წითელი ვერხვის ძირები, მეგობრებო. ეს არის ლეცინუმ აურანტიკუმი არის. ეხლა ცოტა აქეთ გადმოვიდეთ და ნახეთ სად იმალება. მე ამდენი ეს სოკო არ მინახავს. ეს თან ტყეში არც შევსულ ვარ პრინციპში. ეხლა ვარ ტყის პირზე, მეგობარი არის, ამერიკელი ჟურნალისტი არის და მასთან ერთად დავდივართ ტყეში ვათვალიერებთ. ძალიან მაგარი, ესე ვთქვათ, აღმოჩენა არის. აი ეს მაგალითად შავი ვერხვის ძირა, რასაც ვეძახით ამ დურიუსკულუმს, ეს საერთოდ პირველად ვნახე ცხოვრებაში. აქამდე ნანახი არ მქონდა, მხოლოდ ინტერნეტით ვიცნობდი და ვაიდენტიფიცირებდი. ისინი ნახეთ. У меня в кармане там. Да. Hey, I think I found one here. ძალიან მაგარი. აი ნახეთ გადანაჭრელზე ფეხზე როგორ გალურჯდა. ეს არის მისი ამოსაცნობი ნიშანი. ეს არის მეგობრებო. ეს არის ვერხვის ძირა, წითელი ვერხვის ძირა, ლეცინუმ აურანტიკუმი, როგორც გითხარით, აქვე რო გადმოვიდეთ ახლა. აი აქ ესეთი გვაქვს, დააკვირდით აქაც ფეხზე როგორ ცისფერფერს იღებს. ეს არის ღრუბლოვანი მასა, რომელიც ფერს არ იცვლის. და ძალიან მაგარი სოკუ არის. იქით კიდევ ნიკა მიპოვა, ძალიან ბევრი ვნახეთ უკანაც. მოკლედ მაგარია. ძალიან მაგარი აღმოჩენა არის. აი სულ ესეთ რაღაც ბუჩქებში, აი ესეთ ბუჩქებში არის ტყის პირზე. საერთოდ არ ველოდით აქ რაიმე სოკოს ნახავს, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა. უბედნიერესი ვარ, ეხლა ეს რო ვნახეთ თან ამდენ. ცხოვრებაში მქონდა ნანახი მხოლოდ ერთხელ ერთი ცალი. და აი დღეს ნახეთ უამრავი. აი ნიკა მოიტანა ეს შავი ვერხვის ძირები, იგივე ლეცინუმ დურიუსკულუმი. ძალიან მაგარია. აი მეგობრებო, რო წარმოიდგინოთ აი ეს ზომები, ფერები, რბილობი. აი რბილობმა ოდნავ შეფერილობა მიიღო, ოდნავ რაღაც მოვარდისფრო შეფერილობა, ხორცისფერი. ესენი ახლა რო დააკვირდეთ, კი ერთი და იგივე არის, რეალურად ესენი ყველა არის ვერხვის ძირა, ჩვენთვის ყველა წითელი ვერხვის ძირაა, თუმცა მცირე სხვაობა ამ სახეობებში არის, ამას აქვს შავი ფერის ხორკლები, ამას აქვს ყავისფერი ფერის ხორკლები, თუმცა ეს ყველა ვერხვის ძირა არის, აქ რო დააკვირდეთ, ნახე, ესეც ოდნავ შელურჯდა, ესეც ოდნავ შელურჯდა და ეს არის ყველა ვერხვის ძირა, მეგობრებო, და არის სულ ყველა აქედან უგემრიელესი სოკო, რეალურად და ძალიან გაგვიმართლა ახლა რო ესენი ვნახეთ. ეს აუცილებლად უნდა გავაშვოთ, შევინახოთ ზამთრისთვის და ეს გამოიყენება კრემ სუპებში და სუპებში, სოკოს სუპებში. ძალიან მაგრებია. ძალიან მაგრებია. მოკლედ ბედნიერი ვარ, ეს რო ვნახეთ ახლა. აი ამ ერთ პატარა აი ამ ბუჩქნარში, ამ ერთი ბუჩქის გარშემო ნახეთ. ნახეთ მეგობრებო, რა ვნახეთ. ძალიან მაგარი არის, აი ძალიან მაგარი დასაწყისი არის ნადირობის. და აი ეს უნდა გაჩვენოთ კიდევ. შეხედეთ რა ფერი მიიღო ფეხმა, აი აქ ნახეთ. შეხედეთ. ეს არის აი ამ სოკოს ამოსაცნობი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. ესენი არიან ვერხვის ძირები, შავი ვერხვის ძირა და წითელი ვერხვის ძირა. მაგარია. არა და ეხლა მოვედით ტყეში. კაი დასაწყისია. აი აქ მეგობრებო, ვასუფთავებთ
I'm gonna try to clean სოკოებს this და one, აი. except the stem is a little bit rough. Yeah, it's So- pretty rough. Do I? You can No, take you the just- stem off I just if take you the want. stem off. აქეთ right, ცოტა 'cause the მიკლიოთ stuff we ნახეთ, use ნახეთ for- ჯგუფურა, სხლისებრი გუდაფშუკა არის აქ ჩაგდებული. ეს არის წერეწოს ნახეთ რამ სიგრძე ფეხები არის. ეს გასაშრობად მიგვაქვს. ესენი წავა აქეთ, ვერხვის ძირები არის აქვს. ცოტა შორის რამდენიმე დათვის სოკოც ნახეთ აქვე ტყის პირზე და იმედია ტყეშიც ვნახავთ. მოკლედ ძალიან იმედიანად ვარ. აქვე წერეწო და ქამებიც იყო მინდორში. მაგრად მიდის ჯერჯერობით, მიდის ძალიან მაგრად, აი აქეთ ესეთი ხედი გვაქვს. ასე ვტკბებით მოკლედ. ჯერ არ შევსულვართ ტყეშიდან. მაგარია. ძალიან მაგარი არის. ესენი არის მეგობრებო წითელი ლორწოვანა სოკოები. ესე ეწოდება გრუგომპუს რუტილანსი ქვია. ეს არის ახლა ჯერჯერობით გაუშლელი არის. ამით მოდი დავაფოკუსებ ქუდზე. აი ესეთია. და ჯერჯერობით გაუშლელი არის ეს ქუდი. გაშლილები აი ესე გამოიყურება. შეხედეთ. და როცა მოხარშავთ ან შეწვავთ, გახდება იასამნისფერი. პირდაპირ ესე საჭმელად არ გამოიყენება. უმეტესად ეს უნდა დამუშავდეს თერმულად, მოიხარშოს ჯერ, შემდეგ შეიძლება შეწვა, თუმცა დიდად ახ გემოზე ძალიან კარგია თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ სამარინადად გამოიყენებენ და მარინადში აი ესეთი გაუშლელი ქუდები, რასაც ხედავთ, საკმაოდ მკვრივი სოკო არის. აი ესეთი გაუშლელები ძალიან კარგი გამოდის შერეული იგივე დუმა სოკოსთან ან სხვა სოკოებთან. მოგეთ ეს არის გრუგომპუს რუტილანსი, იგივე წითელი ლორწოვანა. გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ, მოკლედ საინტერესო რაღაც უნდა გაჩვენოთ, ესენი არის რამარიას ოჯახი, ესეც რაც არის იგივე რამარია ფლავა არის, ყვითელი საჩეჩელა, თუმცა ძალიან ბევრ შეიძლება შეეშალოს ეს ყვითელ საჩეჩელაში. დააკვირდით, ეს რომ იზრდება, ხდება ამფერი. აქაც ახლა ოდნავ რო ჩავაბნელებ და ინახავთ, რომ ნახეთ, ფეხიც კი აქვს შეფერილი. ყვითელი საჩეჩელა რომ ამოიცნოთ, აუცილებელი არის მაგისთვის იცოდეთ, რომ ყვითელ საჩეჩელას ფეხი ყოველთვის აქვს თეთრი. არასოდეს არ აქვს მოვარდისფრო, მოსტაფილოსფრო, კრემისფერი, არა, ფეხი არის ყოველთვის თეთრი. ესენი არის მონაცრისფრო, რაღაც იასამნისფერი შეფერილობას დაკრავს, ახლა ზუსტად არ მახსოვს რეები არის, მაგრამ მე ცოტა მოგვიანებით ვნახავ და დავაწერ შეიძლება აღწერაში. მაგრამ ესენი არც ერთი არ არის საჭმელად ვარგისი სახეობები, არც ერთი. აქ რასაც ხედავთ, არც ერთი არ არის ყვითელი საჩეჩელა. სტაფილოსფერები არ არის ყვითელი. ყვითელი საჩეჩელა დაიმასოვრეთ. ფეხი, ძირი, ყოველთვის აქ თეთრი. და მე იწყება ზევით ყვითელი და არა სტაფილოსფერი ან ხორცისფერი შეფერილობა. ესენი არც ერთი არ არის საჭმელად ვარგისი საჩეჩელას სახეობები, რო იცოდეთ. აი ესეთი წერეწოები ვნახეთ მეგობრებო. გრანდიოზული წერეწოები არის ფიჭვნარი ტყის პირია პრინციპში და აი დანასთან დავატოლოთ მეც დავდებ ძირს და ამას შეხედეთ უბრალოდ ამხილა. ძალიან დიდები არის, აი გრანდიოზულები არის. მაგარია, წერეწო არის მეგობრებო მაკროლეპიოტა პროსერა. ძალიან უყვარს ფიჭვნარი ტყეები, ფოთლოვან ტყეებშიც გვხვდება, მაგრამ მაინც უმეტესად ფიჭვნარი ტყეები და ტყის პირები მოსწონს. თავისთავად ახლა ეს ქვემოდანაც რო გადავიღოთ. ნახეთ, ეს არის საყელო, რომელიც აქ ჩანს. ეს არის საყელო, რომელიც მოძრაობს ფეხზე, ფეხის შეფერილობა ნახეთ, როგორი არის. არის თავზე ქუდზე ბოჭკოვანი ბამბისებური არის. ქერცლები რაც აქ ქუდზე ადვილად შორდება და არის უგემრიელესი სოკო, რომელიც აი ესე შემოდგომაზე გვხვდება ხოლმე ბუნებაში. მოკლედ თუ ნახავთ ისე ამომეთ თქვენც. ნახეთ როგორებია მეგობრებო, დანასთან შედარებით შეხედეთ რა ხელებია და ჩემ ხელთან შედარებითაც რა ხელა გრანდიოზულებია. ძალიან მაგარი სოკო ვიპოვეთ. სუპერ. ეს არის მეგობრებო დუმა სოკო. ლეცინელუმ თუ ლეცინუმ გრანულატუმი აღარ მოსოს. ზუსტად ხა თუ სუილუს გრანულატუმი არის, უბრალოდ ლეცინუმი არ არის. ბევრი ეძახის რუსულ ბარბარიზმს, მასლიანკას და მასლიატას, რაც ჩემი აზრით საზღვრობა არის მეგობრებო და სოკოებს აქვთ ქართული სახელები და დაუძახოთ ქართული სახელები ამ სოკოებს. შეგვიძლია
მაგრამ რავი დიდად მე არ მიყვარს, თუმცა იყენებენ სამარინადეთ, აშრობენ, ოღონდ აუცილებლად ეს ქუძე რაც კანი აქვს უნდა მოაშოროთ და ისე უნდა გამოიყენოთ. ადამიანი ვერ ინელებს ორგანიზმი ამ კანს და იწვევს ფაღარას კუჭის აშლას და შემდეგ. მოგეთ ეს არის დუმა სოკოები, როიცოდეთ. კიდევ ერთი ასეთი მინდორი ვნახეთ, სადაც ესეთი ვერხვის ძირები, შავი ვერხვის ძირები, როგორც გითხარით. ნახეთ, მეგობრებო. აი იქით ლეცინუმ დურიუსკულუმი. ესა ძალიან მაგარი. რა საყვარელი არის და. ვაუ, მეგობრებო. ძალიან გვიმართლებს დღეს ასეთ ამაში. კალათში უკვე წავიდა, ნახეთ რა კარგებია. მოკლედ მაგარი. ესეთი მინდორია, მეგობრებო, გამოვდივართ და ესეთი ვერხვის ძირები არის ძალიან ბევრი. აქეთ რა ხდება, უბრალოდ ნახეთ. აი ხა ცოტა წინ წავალ. აი იქით რამხელა წერეწუარი ხედავთ? აქ შეხედეთ და ეხლა აქეთ გავხედოთ, ნახეთ, აქ რამხელა წერეწუა. ეს შეხედეთ. ვაუ. ეხლა ნახეთ უბრალოდ. აი ეგ შეხედეთ რამდენი სოკოები ჩანს უბრალოდ კალათ. ეს არის მეგობრებო საინტერესო სოკო, ამას ქვია კალობოლეტუს რადიკანსი და კალობოლეტუსის ოჯახში არის ასევე ცრუდათვის სოკოც კალობოლეტუსში არის. ფეხებს რო ჭრით ნახეთ როგორი ლურჯი არის უბრალოდ შეხედეთ. ყვითელი ფეხი აქვს, ხელს რო უსვათ ცოტა სილურჯეს იმაშვება, ქუდიც ლურჯდება. მაგრამ ესენი არ იჭმება. თორე ქუდზე რო დახედავთ, ისე კი გავს დათვის სოკო შეფერილობა აქვს. მაგრამ აი, ნახეთ, სადაც ხელი გაუსვი, ეგრევე გალურჯდა, ნახეთ. მოკლედ, ეს არის შამიანი სოკო, მეგობრებო, მომწამლელი არის, ამებს არ ვაგროვებთ. კალობოლეტუს რადიკანსი. ერთი პატარა მინდორზე შევედით და ნახეთ კიდევ რამდენი წერეწოები ცოტა ხრაშუნა სოკოებიც არის, მაგრამ უმეტესად შეხედეთ, აი და გვაპატიეთ ორი წალი ძირები. ვერხვის ძირები არის, აი რაღაც სუპერ. ვაგრძელებთ. ესენი მეგობრებო ნახეთ. ეს არის სულ დუმა სოკოები არის. ესენი არის სულ დუმა სოკოები რა. ჩვენ არ ვაგროვებთ. მეც აღარ, მე საერთოდ მეზიზღება ამ სოკოს შეგროვება. არა, უამრავია. აი მეგობრებო, კუჭნარ ტყეში შემოვედით და ჭადა სოკოს გამოჩნდა. ჯერ ცოტა დაჭიანებულები არის, თბილა ძალიან. მაგრამ მალე იმედია ცოტა რო აგრილდება, უკვე დაუჭიანებლებსაც ბევრს ნახავთ. აი მეგობრებო, ტყის პირზე გავჩერდით და აი ესეთი წერეწოები ვნახეთ კიდევ დამატებით. არა და აი ხე პატარა ნაგლიჯი არის ხეების. მეგობრებო, წერეწოები ნახეთ, აქეთ ყავისფერი ხამებიც არის, ეს ნახეთ. ერთად გიყვარს ესე. ეს ყველაფერი იყო რა ბუჩქებში. აი ამ რაღაც პატარა ბუჩქში. ვაუ, გადავაბიჯოთ აქეთ. აქეთ ვერხვის ძირები. აქეთ ხრაშუნები და ვერხვის ძირები, აქეთ წერეწოები და ქვეშ ვერხვის ძირები არის მანდაც. ნუ აი არ ვიცი. ფეხები ამოვიღოთ და ისე ჩავდო. მე მგონი ხო. ვაუ, მაგარია. მოვედით მეგობრებო. მივდიოდით სახლისკენ, მაგრამ აბა ვინგიშვებს, სავსე არის წერეწოებით აქეთაც და აი აქ ხეების უკანაც რო გახედო, კიდე იქით გრძელდება. აგე იქითაც ჩანს. არ ვიცი, უამრავია მეგობრებო. ესე იგი უამრავი წერეწო ნახეთ. აქ ნახეთ რა ხდება და there are so many of them guys. Oh Jesus Christ. ეს კიდევ მეგობრებო, ამ დროს ეს კალათი თითქმის გაივსო, უკვე აქ ფეხები არის საშრობად. აი კიდევ What have you done guys?
Что вы наделали, ребят? Да. Так, давай. Გავარჩიოთ. ესე მთელი, აი ეს დიდი კალათი გაივსო წერეწოებით ზუსტად 15 წუთში. არც კი ვიცი რა ვთქვა აქ, ნახეთ რა ხდება. აი აქეთ რა ხდება, აი აქეთ რა ხდება, აი იქით რა ხდება. 5 კალათი არის გავსებული სოკოთი. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ნადირობის შედეგი. ძალიან მაგარია.